განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, ჩვენს წინა საუბარში ტატიანეს სირიელის პნევმატოლოგიასთან დაკავშირებით შევეხეთ საკუთრივ მართლმადიდებლურ მოძღვრებას ადამიანის სულის შესახებ, ადამიანის სულის აგებულების შესახებ და აღვნიშნეთ და ამ დებულებას შეგახსენებთ დასკვნას, რაც დოგმატია, რომ ადამიანი არსობრივად არის ორბუნებოვანი, ის შედგება სულისა და სხეულისგან, ასეთ შემთხვევაში სული ბერძნულად გამოითქმის ტერმინით ფსიხე და ქართულადაც ის აუცილებლად სულად ითარდება, როცა ორბუნებოვნებას გამოვყოფთ ადამიანში და მის არსობრივ მხარეზე ვსჯელობთ. მაგრამ რამდენადაც ადამიანის ფსიხე შინაგანად სამნაწილედია, განსხვავებით ცხოველური ფსიხესგან, რომელიც ორნაწილედია, და ეს სამი ნაწილი გახლავთ გულის წყრომითი, გულის თქმითი და მესამეს ჯერ ნუთარნი და ისე ვთქვათ პნევმური ნაწილი, პნევმა ასე ეწოდება მას ბერძნულში, ანდა ტო ლოგისტიკონ, ასეც ეწოდება ლოგისტიკონ, ანუ აზროვნებითი, მოაზრებითი ნაწილი და ზოგჯერ ეწოდება გონითი ნაწილი, ანუ დიანოეტიკონ. ესაა პნევმა, პნევმური ნაწილი, ანუ ის, რაც რუსულად ითარდება როგორც დუხ, ლათინურად ითარდება როგორც სპირიტუს, ხოლო ცხოველური ფსიხე ლათინურად ითარდება როგორც ანიმა და ქართულად გადმოდის როგორც სამშვენელი. ცხოველურ ფსიხეზე მაქვს საუბარი. ადამიანური ფსიხე ქართულად სამშვენელად მხოლოდ მაშინ ითარგმნება, როდესაც ამ ფსიხესგან მის ბუნებით ნაწილს პნევმას ჩვენს მსჯელობაში მხოლოდ ცალკე გამოვყოფთ, იმიტომ რომ უფრო დეტალურად ვიმსჯელოთ ადამიანური ბუნების ყველაზე უფრო ღირსეულ ნაწილზე, ესაა სწორედ პნევმა, რითაც ადამიანს ადამიანობა ენიჭება, რითაც ადამიანი თავისუფალების გონია, მოაზროვნეა, სათნოების მომპოვებელია, გაკიცხვისა და ქების ობიექტი შეიძლება გახდეს. ამ პნევმა გამოშორებული და პნევმის გარეშე თუ საუბრობთ ადამიანურ ფსიხეზე, ასეთი ფსიხე ქართულად ასევე სამშვენელად უნდა ითარგმნოს, იმიტომ რომ მას პნევმა აღარ აქვს სულმყოფელი ნაწილი, რაც სულად აქცევს ფსიხეს, ეს აღარ აქვს და შესაბამისად პნევმას გარეშე ადამიანური ფსიხე უკვე იგივეობრივია ცხოველური ფსიხესი და ორივე მათგანი ქართულად სამშვენელად ითარგმნება, ხოლო სულად ითარგმნება საკუთრივ პნევმა. ეს ყველაფერი ჩვენ წინა საუბარში უკვე განვიხილეთ, ამჯერად მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რაც პნევმასთან დაკავშირებით, ანუ გონით, აზროვნებით ნაწილთან დაკავშირებით ვთქვით, რომ სწორედ ეს ნაწილია ადამიანის აზროვნებითი თვისების შემცველი, ამით ენიჭება ადამიანს აზროვნება. სამწუხაროდ ის უარყოფითი შეხედულება ადამიანის გონებაზე, რაც ძალიან ფეხმოკიდებულია დღევანდელ დღეს, ფსევდო მართლმადიდებლურ წრეებში მიიჩნევა რაღაც თითქოს და აღმატებული ასკეზისის, დიდი ქრისტიანული და მართლმადიდებლური ცნობიერების გამოვლებად, რომ რაც შეიძლება დავგმოთ გონება. ეს ასე არ გახლავთ, სხვათა ჩვენ გონდა შესაძლებლობა ადრე ხსენებული ჩვენ მიერ გამოშვებული ჟურნალის გასამეუფოს ერთ-ერთ ნომერში, მეოთხე ნომერში გამოგვექვეყნებინა წმინდა მაქსიმე ავსარებლის უბწყინვალესი სწავლებანი ადამიანურ გონებასთან დაკავშირებით სწორედ საღვთო ცოდნის შესახებ, რასაც გონებითი ნაწილი მოიპოვებს ადამიანში. ადამიანი კვლავ აღნიშნავთ, არათუ უნდა გმოვდეს საკუთარ გონებას, არამედ გონებისგან უნდა წმენდდეს ყოველგვარ უწმინდურებას, გონებას უნდა აბატონებდეს თავის ბუნებაზე, გონება და პნევმა ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ერთი და იგივეა და ამით უნდა მართავდეს საკუთარ სამშვენიველისეულ თვისებებსაც, გულის წყრომით და გულის თქმით თვისებებს, ანუ ემოციურ მხარეს და რა თქმა უნდა სხეულსაც. აქვე გავიხსენებთ, რომ ეკლესიის მამათაგან მიღებული იყო და ძალიან პატივცემული იყო ერთი სახე სიმბოლო, რაც ფილოსოფოს პლატონისგან მომდინარეობს, რომელიც ადამიანს ადარებდა ეტლზე ყოფ მეეტლეს და ადარებდა შემდეგგვარად. წარმოვიდგინოთ ეტლი, რომელშიც შემულია ორი ცხენი, ხოლო ყოფოზე ზის მეეტლე, რომელსაც აღვირი ხელთ უპყრია ორივე ცხენისა. სანამ მეეტლეს აღვირი კიცეთ უპყრია ხელთ, ეტლსაც მშვენივრად და შესანიშნავად მართავს, დანიშნულებისამებრ მიდის და მისანს აღწევს. მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ ეს ცხენები აღვირს წაართმევენ მეეტლეს, ეს ეტლი სად გადაიჩეხება და თვითონ მეეტლეც, ამას ვერავინ ვერ იტყვის, სადღაც უბსკრუში გადაიჩეხებიან. ამგვარადვე, ამბობს პლატონი, ადამიანური სხეულის სიმბოლოა ეს ეტლი. როგორც ეტლს აქვს ეს გარსი, სტრუქტურა, აღნაგობა, ასევე ადამიანს აქვს სხეული. ის ორი ცხენი არის ადამიანის ფსიხეს ორი ემოციური, ორი გრძნობითი ნაწილი, გულის წყრომითი და გულის თქმითი. ხოლო მეეტლე, რომელსაც მათი აღვირები ხელთ უპყრია, ესაა ის სწორედ პნევმური ნაწილი, აზროვნებითი ნაწილი. და ვიდრე ადამიანურ პნევმას ეს ორი გრძნობითი ნაწილი მოთოკილი აქვს და აღვირები ხელთ უპყრია, მისი სხეულიც კეთილად წარემართება და თვით ეს ადამიანი განხრთობისკენ მიდის და დანიშნულებისამებრ აღწევს მისას. მაგრამ თუ ეს ემოციები და გრძნობები იმძლავრებენ და პნევმა არო აზროვნება მათგან დაიჩრდილება და ისინი მიიტაცებენ სადავეებს,
სად გადაიჩეხება ასეთი ადამიანი, ამას ვერავინ ვერ ეტყვის, მაგრამ უეჭველად რომ გადაიჩეხება ეს ფაქტია და წარწმენას მიეცემა. აი ეს მხარე, აი ეს სიმბოლო შესანიშნავად წარმოაჩენს ჩვენს წინაშე აზროვნებისა და გონების დანიშნულებას, რომ გონებაა გადამწყვეტი, არათუ დასაგმობი, როცა ეკლესიის მამებთან გონების დაგმობა შეიძლება ვიპოვოთ, ჯერთი კონტექსტი უნდა გავაცნობიეროთ და არ არსებობს და ცხადი არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ესეთი ადგილი, რაც მართლაც გონებას გმობდეს, გონებას როგორც ადამიანის ბუნებით ნაწილს. თუ ეს იგმობა ვინმესგან გამოდის, რომ საღვთო შესაქმეს გმობს ის. გონების გაუკუღმართება იგმობა ეკლესიის მამათაგან, ჩვენი აზროვნებით, რომ მსაკურობას საკუთარი თავისადმიც და სხვებისადმიც და ადაგვარებულ და წახდენილ რაღაც სურვილებს, რომ ჩვენივე გონებითინებით გზას მივცემთ, აი ეს იგმობა ეკლესიის მამათაგან. რა თქმა უნდა, ადამიანს, როდესაც გონება აქვს ბოძებული, ეს გონება შეუძლია საშინელ საქმეში გამოიყენოს. ჭკვიანი ბოროტი უფრო მეტად ბოროტია, ვიდრე უვიცი და სულელი ბოროტი, თავისთავად ცხადია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვითონ საღვთო შესაქმე შეურაცხოთ და ადამიანის გონება დავგმოთ. გონების გაღვთობა და გაუკეთესება და გაუკუღმართები და მისი გამოყვანა უნდა ვისურვოთ და არა ის, რომ საკუთრივ გონება იყოს ჩვენი გმობის საგანი. გონების გარეშე ცხონება არ არსებობს და ცხონების მომნიჭებელი არის სწორედ გონება. მეტიც ეკლესიის მამები მრავლობით რიცხვში ეს ქართულად ცოტა რთული გამოსათქმელია, მაგრამ ასე იყო ძველად გონებებს უწოდებენ ზეციურ ძალებს. გონებანი არიან სერაფიმნიც, ქერუბიმნიც, საყდარნიც, ყველა ზეციური მწკრივი. უზეოშთაესტი გონებანი და რა თქმა უნდა, ამ ქვეყნადაც წმინდანები საღვთო გონების გამომწყინების ნიმუშები გახლავთ. რატომაა გონება ცხონების წყარო? იმიტომ რომ როდესაც შესაქმეში ვკითხულობთ, რომ უფალმა შექმნა ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, ხატება ღვთისადმი ეკლესიის მამათა სწავლებით სხვა არაფერია თუ არა ადამიანში თავისუფალი ნებისა და მოაზროვნეობის არსებობა, რითაც იგი მეუფეობრიობას, ხელმწიფობას აღწევს. სამივე ეს თვისება გახლავთ ღვთისადმი ხატება. აქ რა იგულისხმება? ადამიანს აზროვნება რომ არ ქონდეს და თავისუფალი ნება, ჯერთვის ვერაფერს აირჩევდა და ერთ-ერთი რომ დაუშვა და მეორე არა, ესეც ყოვლად შეუძლებელია. ანუ სხვაგვარად ვთქვათ, შეუძლებელია ადამიანს ან რომელიმე ქმნილებას აზროვნება ჰქონდეს, მაგრამ თავისუფალი ნება არა. იმიტომ რომ მაშინ რაშია საჭირო ეს აზროვნება, თუ ჩვენით ვერაფერს ვერ ავირჩევთ, თუ ჩვენივე ნებით არ გადავწყვეტ სიკეთისკენ სვლას. ჩვენი ნების გარეშეც თუ ან სიკეთისკენ წავალთ, ან ბოროტებისკენ და ჩვენ ეს აბსოლუტურად არ გვიკავშირდება, იმიტომ რომ თუ ნება არ გვექნება, არ დაგვიკავშირდება, მაშინ აზროვნება რაში გვჭირდება. და პირუკუ თუ თავისუფალი ნება გვაქვს და აზროვნებისთვისება რა, თავისუფალი ნება რაში გვჭირდება, რაში მოვიხმართ თავისუფალ ნებას, თუ არჩევანის შესაძლებლობა არ გვაქვს, გააზრების შესაძლებლობა არ გვაქვს და გააზრების შესაბამისი მოქმედებისა. ასე რომ თავისუფალი ნება და მოაზროვნება ესაა აბსოლუტურად განუყოფელი ორი მონაცემი. ერთმთლიანობა და ორივე მათგანი განაპირობებს იმას, რომ ადამიანი ჯერ გაბატონდება საკუთარ ვნებებზე, საკუთარი ბუნების იმ ნაწილებზე, ქვენა ნაწილებზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, პნევმასთან შედარებით ქვენა გრძნობითი ნაწილების და სხეულის. ამ ყველაფერზე გაბატონდება, ესაა მისი ხელმწიფობა, ზოგადად ვნებებზე გაბატონდება, ვინც ვნებებშია ჩავარდნილი, იმათ უხელმძღვანელებს და უწინამძღვრებს და უმასწავლებლებს სიკეთისკენ და შესაბამისად მათზეც სულიერი კუთხით გაბატონდება, იზედამხედველებს მათზე, იხელმწიფებს მათზე და ამაში არაფერია დასაძრახი, ყველა უფრო აღმატებული, მასზე უფრო მდარეზე მღვდელმთავრობს, ხელმწიფობს, იმიტომ რომ უფრო უნდა ამახლოს და იმ დაცემულობიდან უნდა აღადგინოს და ზევით უნდა წარმართოს. თვით ზეციური ძალებიც წმინდა დიონისე არიოპაგელის სწავლებით ერთდროულად უფრო აღმატებულთაგან იმ მღვდელმთავრებიან, ძველი ქართული ტერმინი რომ მოვიხმოთ, ანუ განიგებიან, ანუ წარიმართებიან, ანუ იბატონებიან, იხელმწიფებიან და უფრო ქვემორეებს თვითონ ხელმწიფობენ, თვითონ ბატონობენ, თვითონ მიუძღვიან ჭეშმარიტებისკენ, თვითონ მღვდელმთავრობენ მათ. ერთი და იგივე ნამღვდელმთავრებიცაა ზემოსგან და თვითვიან მღვდელმთავარი უფრო ქვემორესი. და ასე აგებული მთელი სამყარო, ესაა იერარქიულობის ნიშანი, რაზეც ჩვენ წმინდა დიონისე არიოპაგელის მოძღვრების განხილვისას დეტალურად ვიმჯერეთ, უბრალოდ ახლა კვლავ ვიხსენებთ ამ სწავლებას, განსამარტავად იმისა, რომ მეუფებრიობა აბსოლუტურად საღი და ამპარტავნებისგან განწმენდილი გაგებითაც შეიძლება იქნეს მოხმობილი და თვით ადამიანი, როდესაც ამ სამყაროს ხელმწიფედ და მეუფედ შექმნა ღმერთმა, შექმნა არა ამპარტავნების გამო, არამედ იმის გამო, რომ იგი როგორც უფრო მეტად დაჯილდოებული საღვთო თვისებებით, იმის პასუხისგებლობის ტვირთველიც უნდა ყოფილიყო, რომ ეწინამძღვრა და ეგამგებლა მთელი ამ სამყაროსთვის. ესაა უდიდესი პასუხისგებლობა, მეტის ბოძება, მეტის პასუხისგებლობის მიღებას ნიშნავს და აქ საამპარტავნო, რა თქმა უნდა, არაფერი არ გახლავთ, თუ საღი თვალითაა დანახვა ყოველივე ამისა.
ამრიგად ადამიანში ეს სამი თვისება განაპირობებს ხატებას, მეუფებრიობა, მთავრობრიობა, ბატონობითობა, ერთი, მეორე მოაზროვნეობა და მესამე თავისუფალება. მაგრამ სად არის ეს სამივე თვისება, სად ხორციელდება, სად ისხავს ხორცს? ეს რა თქმა უნდა ხორციელდება ადამიანის პნევმურ ნაწილში და პნევმური ნაწილის მიერ. არა ფსიხეში, არამედ სწორედ პნევმაში და პნევმა კვლავ აღნიშნავს სხვა არაფერია თუ არა გონება, თუ არა აზროვნება და თავისუფალება მასთან თანაშერწმული და მისგან განუშორებელი მარადის. ამიტომ გონების დაგმობა ყოვლად შეუძლებელია. პირუკუ ჩვენ გონების გაუკეთესება თუ გაუკუღმართებული გვაქვს ამ ცხოვრებაში, მისი გაუმჯობესება, მისი გაღვთიურება, ღვთის ტაძრად ქცევა უნდა ვიღვაწოთ და არა ის რომ გონებას გმობდეთ. ასეთი გახლავთ ეკლესიური სწავლება ადამიანური ბუნების შესახებ, განსაკუთრებით სულის შესახებ. ჩვენ ამჯერად არ ვეხებით სწავლებას ამის დროც მოვა ალბათ თვით საკუთრივ ადამიანის სულის წარმოშობის შესახებ, რაც ასევე უაღრესად მცდარად არის დამკვიდრებული დღევანდელ ფსევდომართლმადიდებლურ ლიტერატურაში, სადაც უმკვეთრესათა მცდარი სწავლება გაბატონებული, რომ თითქოს ყველა შვილის სული მათი მშობლების სულებისგან იქნება, ღმერთი იღებს მათ სულებს და თითქოს და ერთი მეორეში აზავებს და ასე ქმნის შვილის სულს. ეს რაღაც მითოსული წარმოსახვა ადამიანის სულის შექმნისა, რასაც სამწუხაროდ სათავე აქვს რუსულენოვან ღვთისმეტყველებაში მე-19 საუკუნისა, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიძირკოს. განსხვავება იმ სათავეს, ანუ რუსულენოვან ღვთისმეტყველებასა და ქართულ ეპიგონობასა და ბრმად მიღებას შორის ამ თვალსაზრისით ის გახლავთ, რომ რუსულში ეს ცრუ შეხედულება გამოთქმულია მხოლოდ და მხოლოდ როგორც ვარაუდი. იქ პირდაპირ წერია შესაბამის რუსულ წიგნში, რასაც სხვა დროს ჩვენ პირდაპირ დავასახელებთ კიდეც. ჯერ კითხვაა დასმული თუ საიდან მომდინარეობს ადამიანის სული, როგორ წარმოიშვება ის და პასუხი იქვე გაცემულია ეკლესიის მამათა მოძღვრებაში ადვეტანიეთ. და შემდეგ თვითონ ავტორი ცდილობს, რომ მან გასცეს პასუხი ამ კითხვაზე და სრულიად ესეთი ლაღი და ფრთხილი ვარაუდის ფორმით არის გამოთქმული ეს აზრი, რომ მშობელთა სულების თანაშეზავებით ქმნის ღმერთის შვილის სულს. მაგრამ ჩვენთან კი ეს სრულიად ვარაუდული აზრი ისეთ ურყევდებულებადაა გამოცხადებული, თითქოს ეს დოგმატი იყოს ეკლესიის მამათაგან გადმოცემული, სადაც მსგავსი რა თქმა უნდა არასოდეს არაფერი დაწერილა და არც თქმულა. ეს რთული საკითხია, ჩვენ ამჯერად ამ საკითხს არ განვიხილავთ დეტალურად ადამიანის სულის წარმოშობის საკითხს, მართლაც დოგმატი გახლავთ ეს მხარე და ამას თავისი საკმაოდ დაწვრილებითი ახსნა აქვს და აბსოლუტურად ჩამოყალიბებული აზრი ეკლესიისგან, რასაც შესაბამის ადგილას, განსაკუთრებით ალბათ როცა წმინდა გრიგოლ ნოსალზე გვექნება მსჯელობა, უფრო დეტალურად წარმოვაჩენთ. ამჯერად ისევ დაუბრუნდებით ტატიანეს სერიალს, რომელიც ჩვენს მიერ უკვე წარმოდგენილი თავისებური საღვთისმეტყველო შესავალის შემდეგ განაგრძობს მისგან მოაზრებული, მისი თვალით აღქმული ქრისტიანული მოძღვრების გადმოცემას, უფრო ცხადად თვითონ ვიამბობს, რომ უცხადესად გადმოგცემთ ჩვენეულ მოძღვრებას. ამ გადმოცემას ტატიანეს სერიალი იწყებს, ესე იგი ნივთში გავრცობადი სულის შესახებ მსჯელობის შემდეგ და ფსიხეს ანუ სამშვენელის შესახებ მსჯელობის შემდეგ, იგი უკვე საკუთრივ ღვთის სიტყვის შესახებ სწავლებას გვაწვდის, სწავლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიქმნა მთელი სამყარო მამა ღმერთისგან ლოგოსის მიერ. მამა ღმერთმა შექმნა ყოველივე თავისი სიტყვით, თავისი სიტყვის ძალით და ეს სიტყვა ჰიპოსტასური სიტყვა გახლავთ, ეს არა ჰაერში გამბნევადი სიტყვა, თვითმდგომი სრული ჰიპოსტასი, რომელიც რა თქმა უნდა მონაწილეობს შესაქმეში და თუ აქვე სულიწმინდის ჰიპოსტასაც მოუხმობთ ჩვენ ეკლესიის მამებთან ყოვლადწმინდა სამების მონაწილეობა შესაქმეში, ასე გახლავთ ფორმულირებული, რომ ყველაფერი იქმნება მამა ღმერთისგან ძე ღმერთის მიერ სულიწმინდაში. ესაა მართლმადიდებლური ფორმულირება და აქვე ეკლესიის მამებთან ჩვენ იმ აზრსაც ხვდებით გამოთქმულს, რომ ბიბლიის დასაბამი სიტყვების შესაქმნის წიგნის პირველი მუხლი, რომელიც ასე იწყება, დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაიდა ქვეყანა. აი ეს ტერმინი დასაბამი ბევრს ესმის საკუთრივ იესო ქრისტეს მაცხოვრის სახელად. მაშინ როცა, ასე იგი, ეს სწავლება უკვე ამ თვალსაზრისით შესაბამისად კონკრეტულად შესაქმეს უკავშირებს საკუთრივ ძეღმერთს, იმიტომ თუ დასაბამი ტერმინი დასაბამი ძეღმერთს გულისხმობს, ცხადია რომ დებულებას იმის შესახებ რომ მამა ღმერთი ძეღმერთის მიერ ან და მამა ღმერთი ძეღმერთში ან და ძეღმერთით ქმნის ყოველივეს რეალობა ეძლევა და ეს აზრი ტატიანეს სერიალთანაც არის გამოკვეთილი, როდესაც იგი ღვთის სიტყვის შესახებ მსჯელობს და კერძოდ ამბობს. ღმერთი იყო დასაბამში, ხოლო დასაბამს აღვიქვამთ როგორც ლოგოსის ძალას.
ყოველთა უფალი თავად არის ყოველივეს არსება, რომელიც, ესე იგი ეს ყოველთა უფალი, შესაქმის აღსრულებამდე მარტო იყო, რადგანაც თვით იყო ყოველი ძალა და არსება ხილულთა და უხილავთა. ესე იგი ღმერთმა და ლოგოსმა, რომელიც იყო მასში, ჩვენ ლოგოსს ამ შემთხვევაში არ ვთარგმნით სიტყვით, იმიტომ რომ სიტყვას იმდენად ხშირი მოხმარება აქვს ჩვენთან, რომ შეიძლება მთლად ზედმიწევნით ღვთის სიტყვის შინაარსი მასში ყოველთვის ვერ ჩავდოთ და ამით მოძღვრება გავაუგუღმართოთ. ამიტომ ცოტა ხნით მცირედით ჩვენ ბერძნულ ტერმინს დავტოვებთ გლავაც და ლოგოსს ვიტყვით და ყოველთვის მასში ჰიპოსტასურად ძეღმერთს, ჰიპოსტასურად ღვთის სიტყვას რა თქმა უნდა გულისხმობთ. ანუ ლოგოსმა, რომელიც იყო მასში, ესე იგი მამაღმერთში, თავისი, ანუ ლოგოსისეული ძალით მასთანვე, ესე მამაღმერთთან ერთად დააფუძნა ყოველივე. მისივე, ესე იგი ღვთის, ანუ მამაღმერთის სიმარტივის ნებით. თვით ეს გამოთქმა მისივე სიმარტივის ნებით გახლავთ ძალიან საყურადღებო გამონათქვამი. თუმცა ჩვენ ეს გამონათქვამი ყოვლადწმინდა სამებას უნდა მიუსადაგოთ ხოლოდ და არა განცალკევებით მამაღმერთს ან რომელიმე სხვა ჰიპოსტაზს. თუ რა თქმა უნდა პირობითად არ ვიყენებთ ამ ტერმინს. ღვთისმეტყველურად ერთია ნება ყოვლადწმინდა სამებისა, მამისა, ძისა და სულიწმინდისა და ერთი სიმარტივია სამივე. ამიტომ თუ სიმარტივის ნებით იქნება ყოველივე ეს თავისთავად ძალიან ღრმა და უშესანიშნავი გამოთქმა, იმიტომ რომ ყოვლად მარტივია უფალი, ყოვლადი სიმარტივია იგი, როგორც ეს თუნდაც გალობა სინანულის სანში ხვდება ჩვენ, სრულო მარტივო, აგრეთვე ხვდება სამმზეო, ერთსისკროვნებაო და მათ შორის ესე იგი ეს მარტივობაი, როგორც განუყრელი ეპითეტი ღვთისა, რა თქმა უნდა, ეს მარტივობაი გახლავთ ყოველივეს დამბადებელი და ამავე დროს აქ თანამსხრბულია მასი მარტივესთან საღვთო ნებაც, ღმერთმა ინება და ისე შექმნა ყოველივე და არა უნებლად, არა ნების გარეშე. ამიტომ აქ ჩვენ შეგვიძლია აი ამ მცირედ ციტატაში გარკვეული გავლენა მართლაც დავინახოთ. ასე რომ ტატიანეს სწავლებით სიმარტივის ნება ქმნის ყოველივეს და ეს მართლმადიდებლური სწავლებაა, მაგრამ იმ ზემოვრე ჩვენს მიერ წაკითხულში ბევრია ისეთი, რაც ჯერჯერობით მაინც დაეჭვება სიცოცხლეს და შემდგომ უკვე დაეჭვებასაც აღემატება, თუნდაც ის აზრი, რომ შესაქმის აღსრულებამდე მარტო იყო. აქ მარტოობა არ გაიგება ღმერთთან დაკავშირებით იმგვარად, როგორც ადამიანთან. მარტოობა აუცილებლად გულისხმობს, ასე ვთქვათ, მოწყენილობას, დარდს, სევდას, რაც ყოვლად სრული ღვთისგან აბსოლუტურად გამორიცხულია. შესაბამისად, აქ არის გარკვეული დაუხვეწელობა გამოთქმისა, რაც შეიძლება თვით ტატიანეს თვის დოგმატურად დადგენილი არ იყო. უბრალოდ ის ღვთიურობის ერთადერთობას და განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს, მაგრამ არამართებული ტერმინოლოგიის მოხმობით. ისიც რომ ღმერთი არის ამ შემთხვევაში ზეღმერთზეა ლაპარაკი არსება ხილულთა და უხილავთა, თუ ამას ჩვენ გადატანითი მნიშვნელობით არ ვიგულისხმებთ და პირდაპირ მნიშვნელობას შევდეთ, მაშინ გამოვა რომ ხილულთაც და უხილავთაც არსობრივი კავშირი აქვთ ღმერთთან, რაც ყოვლად შეუძლებელია და აბსოლუტურად მიუღებელი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისთვის. იმიტომ რომ მართლმადიდებლური სწავლებით ღვთის არსებისგან კი არ იქნება რაიმე. თუ რაიმე ღვთის არსებისგან შეიქმნა, მაშინ ის შენაქმნიც თანამარადიული უნდა იყოს ღვთის არსებასთან. იმიტომ რომ რაწამს არსება არსებობს, იმ წამსვე იქნება მისგან შობილიც რაიმე და როგორც არსებაა მარადიული, ასევე მარადიული იქნება მისი ერთი ნაწილი. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ანგელოზებში და ადამიანებში ღვთის არსების ნაწილი კი არა, ღვთის არსებას კი არ ეფუძნება მათი შესაქმე, არამედ ღვთის ნებას. როგორც წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ამბობს, ღვთის ნება გახდა ნივთი ადამიანური ბუნების დაბადებისაო. ესე იგი, უბრალოდ გადატანითი მნიშვნელობით კი არა ამბობს, პირდაპირ მნიშვნელობით ამბობს, რომ მთელი შესაქმის საფუძველია სწორედ ღვთის ნება და არა ღვთის არსება. ღვთის არსება იმდენად აღემატება ყოველივეს, რომ ღმერთს არსობრივი კავშირი, ანუ ღვთის არსების ნაწილი არასოდეს არც ერთმლებაში არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეს იგივე შეუქმნელი ნაწილია და შეუქმნელი ნაწილის ბუნებაში დატევნა და დატვირთვა ყოვლად შეუძლებელი გახლავთ. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით. გმადლობთ ყურადღებისათვის.